და ფულადი ჯილდო ევროპისა და მსოფლიო ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონს ძიუდოში. რუსთავის მერი და ქალაქის დელეგატი პარლამენტში მონტენეგროდან დაბრუნებულ 21 წლის გიორგი სარდალაშვილს რუსთავის სპორტის მუზეუმში შეხვდნენ და მას თანხა 10,000 ლარი გადასცეს. სარდალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსი სპორტსმენი აიუბ ბლიევი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც დაუმატა. ჩემს ქალაქში ვარ პირველი ევროპის ჩემპიონი ქალაქ რუსთავიდან და ასევე მსოფლიოს ჩემპიონიც და მთლიანად საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ვინც ეს ორი ტიტული მოიგო და ძალიან სასიხარულოა რადგან ვახარებ ჩემს ქალაქს ქართველებს და მიფასდება ჩემი შრომა. გიორგი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელმაც ჯერ მსოფლიო ახლა კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. დღეს შევხვდით, მიულოცეთ, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელიც მას აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. გიორგი სარდალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან წარმატებული რუსთაველი სპორტსმენია, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა წარმატებები. მე ვიცი ზუსტად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ ახალი წარმატებები ელისმას და ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოთ როგორც გიორგის, ისე ნებისმიერ ქართველ სპორტსმენს.